კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დრამატურგთა ევროპული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. პროექტის საუბარი საზღვრების შესახებ ლაურეატები გურამ მოდიშარიასთან ერთად პროექტის ავტორმა ქრისტიან აპენ და ჟიურის წევრებმა დაასახელეს. მესამე ადგილი ვაშა ბუღაძის პიესამ 26 მაისი დაიმსახურა. მეორე პრემია არ გაიცა, პირველი პრიზი კი თათა თავაძის პიესამ დედა ომი და ბასა ჯანიკაშვილის ნაწარმოებმა გაფრაზებული ჩიტი მიიღო. მესამე ადგილზე გასული პიესა უნგრეთში დაიდგმება. ეს არის ერთობლივი პროექტი ქართულ-ავსტრიული. ზაფხულში გამოცხადდა კონკურსი თავისი პირობებით და აი უკვე დღეს არის დაჯილდოების დღე. ძალიან გამოცდილი, ძალიან ცნობილი ხალხი თავიანთ ქვეყნებში, გერმანიიდან და ავსტრიიდან დღეს გვეწვივნენ თეატრალური მოღვაწეები, რომლებთან ერთად ჩვენ კიდევ დღეს დავსახეთ ახალი გეგმები. თავისთავად უდიდესი პატივია ჩემთვის ის, რომ ესეთი რაღაცა ხდება, მართლა გულწრფელად რომ გითხრათ არ ველოდი ამას დღეს, როცა აქ მოვდიოდი და პრინციპში მე არ ვარ დრამატურგი, მით უმეტეს ეს არის ჩემი პირველი პროფესია, ასე ვთქვათ და ეს არის პირველი დიდი პიესა, რომელიც დაწერილი მაქვს დიდი ფორმის. აქედან გამომდინარე მართლა უდიდესი მოულოდნელობაა და რასაკვირველია უდიდესი პატივია ის, რომ პირველად დაიდგმება ესეთ სცენაზე. მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი საქართველოში განხორციელდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო არის ლიტერატორებისა და პროექტების ქვეყანა. ძალიან მაღალი დონის ლიტერატურას გავეცანით. შთამბეჭდავი იყო ასევე ის ენთუზიაზმი, რომლითაც კონკურსანტები გამოირჩეოდნენ.